ჰიპოკრატეს ფიცი. ფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეება თუ რაცხრა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინ შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი. გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუ კი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევადარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძედ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას. ჩემი ძალღონისა და მიხედულობის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმციკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება, რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინა განზრახვა, უმართებულობა და ავისურვილი. მით უმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ან დავიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი. და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსახელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიციან და ცრუ აღთქმა დავდო, პირ უკუ მომეგოს მე. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. დილომშვიდობისა მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენ უკვე ჩვენ სტუმართან ერთად შემოგიერთდებით, ასე ვთქვათ, ყველას და თაბრუს ხვევაზე ვისაუბრებ. ნევროლოგ, ნეიროოტოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი, არჩეულებრივი ქალბატონი, მე დავიტყვი მშვენიერი ქალბატონი, ნანა თევზაძე გვესტუმრა. ქალბატონ ნანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და ის ფილმი გამახსენდა ახლა სესილია თაყაიშვილი რო თამაშობს. აიდან შეგაქანაო და რატო შეგაქანაო და ასე რომ აი თაბრუხვევასთან დაკავშირებით ეს მართლა მარტო შეკანება არის თუ უფრო კიდევ უფრო სერიოზულია და რა დროს უნდა გვეშინოდეს და რა დროს არ უნდა გვეშინოდეს ამ თაბრუხვევის. თან უნდა დარწმუნებული ვარ რომ არ მეგულება ადამიანი ახლა ჩემს სვენელებში ვისაც აი ამის შეგრძნება არ ქონია ხო? არ არსებობს ესეთი ადამიანი ერთი ორჯერ მაინც შეგვაქანებს და პლუს ამას ვიტყოდი რომ ზუსტად აი იქიდან გამომდინარე საიდანაც შენ ახლა ხარ დაბრუნებული თუნდაც იგივე გემით მოგზაურებისას იქაც ისე ვესტიბულური აპარატი არის ჩართული ხო? ერთს ვიტყვი უბრალოდ შესავლის სახით სანამ ქალბატონ ანას დაუთმობდეს ეს სიტყვას რომელსაც ვეცდები რომ მაქსიმალურად არ გაგაწყვეტინოთ თუ კი რაღაცა კითხვები არ გაგვიშთა რომ ეს არის პრაქტიკულად სიმპტომი რომელიც დიფერენციაცია სხვადასხვა და უამრავი დაავადებების დროს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თქვენი პირდაპირი ფუნქცია და ამაზე პირდაპირად არის დამოკიდებული გამოსავალი. აქ არ აკურნალობს სიმპტომს ალბათ მარტო კურნალობ იმ მიზეზებს რითაც არის გამოწეული ეს. რამდენად ხშირია ჯერ აქედან ესე დავიწყოთ თაუბრუხვევით მომართვიანობა და შემდგომ ყველა ის გზა მაინტერესებს, ყველა ის დაავადება, მე კი არ მაინტერესებს, თქვენს საინტერესებს რა თქმა უნდა. რისი სიმპტომით შეიძლება იყოს თაუბრუხვევა და როგორ უნდა მოხდეს მისი დიფერენცირება? მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან მიხარია სულ ყოველთვის ამ საკითხზე მსჯელობა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის სიმპტომი, რომელიც აქვეითებს ადამიანის შრომის უნარს. აბსოლუტურად აგდებს ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობიდან, რეჟიმიდან და ამიტომაც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ სინდრომს. თქვენ სწორად ბრძანდებით, ეკა, რომ ეს
ეს არ არის დაავადება, თავბრუხვევა, ძალიან ხშირად არის ესეთი როგორც დაავადება მოხსენიებული, მაგრამ ეს არის სიმპტომი მრავალი დაავადების, ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომლის გამოცნობა ძალიან საჭიროა დროულად, აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ეს ძალიან საშიში დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი, ზოგჯერ არის ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა, იგემთან დაკავშირებით, მანქანის მგზავრობის დაავადება, ვთქვათ, სიმაღლის თავბრუ ხვევა, როდესაც არ არის ისეთი ადეკვატური გაღიზიანება ჩვენი ვესტიბულური აპარატისა და ბევრი სხვა დარღვევა, რომელიც თანხლებულია თავბრუხვევით. ელემენტარულად ინფექცია, არაერთ ჩვენთაგანს ქონია თავბრუხვევის შეგრძნება მაღალი ტემპერატურის დროს, წნევის დროს, გიპოტონიის დროს, უამრავი დარღვევა. ამიტომაც ჩამოყალიბდა ესეთი მეცნიერება, ნეირომეცნიერება, როგორც არის ნეიროოტოლოგია. ეს არის მეცნიერება, რომელიც ემსახურება თავბრუხვევის გარკვევას, მისი მიზეზების დადგენას, მის მენეჯმენტს, მის მკურნალობას. ნეიროოტოლოგია იმიტომაც ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ პაციენტს ჭირდება მრავალი ექიმის გასინჯვა და ნეიროოტოლოგი ირკვევს თავბრუხვევის მიზეზს და დაახლოებით მაინც მიაკვლევს მიმართულებას აძლევს და ესე იგი პაციენტს ურჩევს გზას საითკენ, იმიტომ რომ უამრავი დაავადება, უამრავი მიზეზია, ეს 1 საათის გადაცემის სალაპარაკოც არ არის, ეს არის მრავალი დღის სალაპარაკო შეიძლება იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ კონდეს აი ვთქვათ სატელეფონო ზარები, ზარი არ გაჩერდებოდა. დიახ, მე არაერთხელ გამოვდივარ ვთქვათ მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ინტერესი ამ სიმპტომის მიმართ ძალიან დიდია. და თან ალბათ გაუტონანა საშიშიც არის ხოლმე თვითონ ადამიანის. რა თქმა უნდა. თავს კარგ გზნობდა უცბად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ელემენტარულად თავის ტკივილის დროს, რაც არ უნდა ტკივილი რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული, დაალევ წამალს და ის რაღაცნაირად გაგივლის და თავბრუხვევა პრაქტიკულად ინვალიდი ხარ. შენ ვერ დადიხარ, შენ ვერ ემსახურები შენ თავს, შენ გაქანავებს, აი შენ თქვენ რომ ახსენეთ რომ წამაქანა კი ეს წაქანება შეიძლება ელემენტარულად არ იყოს ძალიან ისეთი სერიოზული დაავადებით განპირობებული, მაგრამ ელემენტარულად შეიძლება დააგდოს ადამიანი და აქედან განპირობებული უნდა იყოს მაგისი სიმძიმე, ვთქვათ, ტრავმები და ასე შემდეგ. აი თეორიულად თუ შეიძლება რომ ჩამოუთვალოთ, აი რა დაავადებებთან შეგვიძლია კონდეს საქმე. პირველ რიგში როგორც ნევროლოგი, რასაკვირველია, მე დავიწყებ ნევროლოგიური დაავადებებიდან და პერიფერიული ვესტიბულური აპარატის დაზიანებით. ეს პერიფერიული ვესტიბულური ანალიზატორი მდებარეობს შიგნითა ყურის პირამიდაში, არის ესეთი ნაწილი, სადაც მდებარეობს ჩვენი პერიფერიული რეცეპტორი. აი ეს დაავადებები არის უხშირესი, რასაკვირველია და ყველაზე ხშირი ვესტიბულური დარღვევა არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის სინდრომი. ეხლა რა არის ეს სინდრომი? ეს არის მექანიკური დარღვევა ვესტიბულური აპარატისა. აი ძალიან ისე ადვილი გასაგები ენით რომ ავხსნათ, ეს არის კენჭის გავლა შიგნითა ყურში. ლაბირინთის ერთი ნაწილიდან წყდება პატარა ნაწილაკი, სხვადასხვა მიზეზების დროს და ეს მიზეზები აგრეთვე ძალიან ვრცელია, ძალიან ბევრია, წყდება ეს ნაწილაკი და გადადის სხვა ნაწილში. აი ამ გადასვლის დროს ადამიანი გრძნობს თავბრუხვევას და ყოველი თავის და სხეულის მოტრიალების, ვთქვათ, მიხრა-მოხრის დროს ხდება აი ეს უძლიერესი თავბრუხვევის სინდრომი, რომელიც პრაქტიკულად აგდებს პაციენტს, შეიძლება მოხდეს ამ დროს ტრავმა, შეიძლება მოხდეს ძალიან ძლიერი თავბრუხვევა, რომელიც თანხლებულია ვეგეტატიური მდგომარეობით, რომელიც არის დაკავშირებული გულის რევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია და ბევრი სხვა სიმპტომები. ასე პაციენტი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლის პოზიციას. აქედანაც არის ეს სიმპტომი მოწოდებული როგორც
კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური სინდრომი. ეხლა ეს სინდრომი ძალიან ადვილად იმკურნება, როგორც მექანიკურად ვლინდება, ასევე მექანიკურად იმკურნება გარკვეული პოზიციების შეცვლის შედეგად ხდება ამ ნაწილაკის დაბრუნება უკან, საიდანაც არის ეს გამოვარდნილი და პაციენტი სრულიად გამოჯანსაღებული გადის თქვენი კაბინეტიდან. ძალიან ორიგინალური მეთოდები გაქვთ თქვენ ამის მკურნალობის თუ დიაგნოსტირების არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი ამაზეც მინდა რომ თქვა ორიოდე სიტყვა. რას უკეთებთ პაციენტს, როცა რჩებით მარტო? თუმცა ზოგისთვის ეს ძალიან შემაწუხებელია, ნამდვილად და ცოტა რთული ასატანი, ხო? ეს ძალიან რთული ასატანი, ეს არ არის სამწუხაროდ, ეს არ არის ჩემი, ეს არის გაიდლაინებით მოწოდებული და სოფლიოში აღიარებული მეთოდი, უბრალოდ სამწუხაროდ საქართველოში როგორც ყველაფერი ცოტა დაგვიანებით მოდის და ამიტომაც ეს არის შედარებით ახალი სიტყვა ნეირომეცნიერებაში, ეს არის ეს სინდრომი, რომელიც ადრე იყო ნახსენები როგორც სისხლის მიმოქცევის მოშლა და აი ეს ემკურნავდნენ მას და ეხლაც ზოგიერთი ექიმები სამწუხაროდ გრძელდება საქართველოში აი ესეთი არასწორი მიდგომა ამ სინდრომის მიმართ, მაგრამ ნუ რადგანაც ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ ეს სინდრომი არსებობს და მთელ მსოფლიოში იმკურნება ასე, როგორც ჩვენ მკურნავთ ჩვენს კლინიკაში, ასე რომ რამდენი ხნიანია ეს პროცედურა? ეს პროცედურა ხდება პაციენტის გასინჯვის დროს არის გარკვეული სადიაგნოზო ტესტირება და თუ დადასტურდა ეს სინდრომი, რასაკვირველია პირველ რიგში ანამნეზით და მერე კლინიკური გამოვლინებით, შემდეგ იქვე პაციენტის გასინჯვის დროს ხდება ამ რეპოზიციული, ეგრეთ წოდებული რეპოზიციული გარკვეული ვარჯიშების, გარკვეული მანევრების ჩატარება, რომელიც ახდენს აი ამ სინდრომის კუპირებას. ანუ აბსოლუტურად პაციენტს თქვენ მკურნავთ უწამლოდ გასინჯვის დროს. და გაუტონანა რა მაინტერესებს? აი დავუშვათ ერთხელ მოხდა ну აი მაშინვე უნდა მოგმართონ რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ დავუშვათ რამოდენიმეჯერ განმეორდეს ხო ალბათ როგორც კი შეგაწუხებს მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს საერთოდ ახლა მე ვლაპარაკობ ზუსტად ამ სინდრომზე მაგრამ აი ესეთი მოკლეხნიანი თავბრუხვევა შეიძლება იყოს განპირობებული ვთქვათ სხვადასხვა სინდრომებით უბრალოდ ექიმი იმისთვის არის რომ გარჩიოს რა სინდრომია რასთან არის დაკავშირებული რითი შეიძლება ვთქვათ გამკურნოთ პაციენტი და რა ურჩიოთ და ეს არის დროს არ უნდა დაველოდოთ არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს არის ის სინდრომი თავბრუხვევის სინდრომი რომელიც ძალიან ხშირად პირველი ნიშანია რაღაცა დარღვევის. იმიტომ რომ ვესტიბულური სისტემა არის ძალიან გრძნობიარე სისტემა. ადამიანის ემბრიოგენეში ეს არის პირველი სენსორული ორგანო, ყური, რომელიც ვითარდება. ამიტომ ძალიან ფაქიზია ადამიანში და ამიტომაც ძალიან ადვილად არის დასაზიანებელი. ასე რომ ნებისმიერი ვთქვათ გორმონალური დისბალანსი, ნებისმიერი ვთქვათ ტემპერატურის ბალანსი, წნევის განპირობებული ცვლილებები, აი ეს იგრძნობა თავბრუხვევის მაგვარი შეგრძნებით. ეს თავბრუხვევა სამწუხაროდ ქართულ ესე იგი სინონიმები არ არსებობს, არის თავბრუ, ну არის ესეთი რეტი და ასე შემდეგ. ჩვენ სხვადასხვა კუთხურ უფრო სინონიმებს ვახმართ, მაგრამ აი ინგლისურ ენაში არის მრავალი ესეთი სინონიმები, რომელიც ძალიან კარგად შეესატყვისება რამოდენიმე შეგრძნებას, რომელიც არის თავბრუხვევასთან დაკავშირებული. ეს არის აი ცარიელი თავი მაგალითად, ეს არის წონასწორობის დარღვევა, ეს არის ვთქვათ უწონადობის შეგრძნება, ეს არის სხვადასხვა ისეთი სიმპტომატიკა, რომელიც თავბრუხვევას მაგვარი სინდრომს შეადგენს. და ეს სინდრომი სხვადასხვა გვარად აღიქმება პაციენტს. ამიტომ თქვენთან, როდესაც მოდის პაციენტი, ჩვენ ვარკვევთ იმ შეგრძნებას, ნამდვილად რეალურად ეს შეგრძნებაა თავბრუხვევის შეგრძნება, თუ არის მაგალითად არითმია და გულის გაჩერების დროს აი ესეთი თითქოს სუნთქვის შეკრის უწონადობის, აი ესეთი სიცარიელი შეგრძნება, რომელიც ზოგჯერ პაციენტი ვერ იგებს რა ემართება და
ელემენტარულად აღიქვას მაგას როგორც აი თავბრუ, царელი თავი, თქვათ, სხვადასხვა ანემიების დროსაც ანემიების დროს, სხვადასხვა ესეთი ქრონიკული დაავადებების დროს, რომელიც არის სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებული, რომელიც არის ქრონიკულ, თქვათ, ჰეპატიტების დროს, ნარკოტიკული გამოყენების ეიფორიების პერიოდში, მოხსნის სინდრომის დროს, უამრავი დარღვევა, რომელი ერთი, მაგრამ მე ისევ მინდა დაუბრუნდე ჩვენ ვესტიბულურ დარღვევებს, რომელიც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა ესეთი სადიფერენციაციო. ხო, აი პრაქტიკულად დიაგნოსტიკა დამყარებული არის მაინც კარგად შეკრებილ ანამნეზზე და სუბიექტურ აღქმაზე თავბრუხების დროს კლინიკურ გასინჯვაზე. კლინიკურ ნეიროოტოლოგიურ და ნევროლოგიურ გასინჯვაზე. ანუ კლინიკის უნდა კონდეს ძალიან კარგი ნევროლოგიური გამოცდილება და ასევე რამოდენიმე სპეციალიზაცია სხვა დარგში, რომ კარგად იცოდეს ეს მეცნიერება. გაუტანა ნანა, არაფრით არ შემიძლია მაშინ ერაკი ესე მიდგა და საკმაოდ რთული პროფესია აგირჩევიათ, მე კიდევ უფრო ამეხილა თვალი ამ წუთებში ამ პროფესიისთვის ძალიან. როდის გაჩნდა თქვენში ეს სურვილი, რომ აი ესე ცალკე დარგად აი ამ მიმართულებით წასულიყავით და რამ განაპირობა ეს? იცით რა, ეს ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მე მქონდა ბედნიერება, რომ დავბადებულიყავი ლარინგოლოგების ოჯახში. და ყოველთვის მიტაცებდა ეს ასე ვთქვათ. მე მგონი უნდა ვახსენოთ ერთი უნიშნელოვანესი ადამიანის სახელი. დიახ, ჩემი ოჯახში იყო ბაბუაჩემი, რომელიც ითვლება საქართველოში ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებლად და მე ვიზრდებოდი ამ ოჯახში, მაგრამ ბაბუაჩემს ჰქონდა ძალიან ისეთი მძიმე, სულ მახსოვს ბაბუაჩემი როგორც აი სისხლში სულ აჩერებდა სისხლდენას, ოპერაციები და ამიტომ ჩემთვის ეს გზა არ უნდოდა რომ მე მქონოდა ესეთი ხო. ამიტომაც მე მირჩია რომ ნევროლოგია ისეთი მშვიდი, წყნარი, თერაპიული, დიახ, სუფთა ხელები და ოჯახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გონება ძალიან დიდია საჭირო თუმცა მე ისეთი საერთოდ მე ამბოხე სულის ადამიანი ვარ, ყოველთვის ვიყავი ესეთი და მინდოდა ყოველთვის ესეთი საინტერესო გზით წავსულიყავი და უფრო მეტი ვთქვათ გამეკეთებინა ვიდრე შემეძლო და ნევროლოგიასთან ერთად ასევე მქონდა ბედნიერება რომ ძალიან ბევრი ვიმოგზაურა საზღვარგარეთ, არა ტურისტულად, არამედ სამედიცინო თვალსაზრისით. ასევე მქონდა ბედნიერება რომ მოვხდი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ევროპაში პირველი ცენტრია ეგრეთ წოდებული დიზნის unit, სადაც არის თავბრუხვევის გარკვევა, ნეიროოტოლოგია უმაღლეს დონეზე მსოფლიოში წარმოდგენილი. ასევე ამერიკაში ძალიან ხშირად დავდივარ და ზუსტად ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომელიც ასევე ძალიან მეხმარებიან ჩემ დარგში და მთელი ჩვენი გუნდი, მთელი ჩვენი ნევროლოგია, სადაც გავიზარდე, სადაც ასე ვთქვათ დავდექი როგორც ექიმი, აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ავირჩიე ეს დარგი და დღესაც ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ძალიან ბევრ ხალხს დავეხმარო საქართველოში, ვინც არასწორად არის დაკვალიანებული. ვკითხულობ ლექციებს და მინდა რომ უფრო მეტი მივაწოდო ადამიანებს, ვიდრე მე ვხედავ რომ ძალიან ხშირად წვალობენ იმისთვის რომ ნამდვილად დაუსაბუთებლად, იმიტომ რომ თავბრუხვევასთან არ შეიძლება ცხოვრება. ეს სინდრომი ძალიან ადვილად იმკურნება, თუკი გარკვეულია მისი მიზეზი. ამიტომაც ძალიან ხშირად გამოვდივარ და ვწერ კიდევაც აგერ ინტერვიუებით ძალიან ხშირად იბეჭდება ჩემი სხვადასხვა ჟურნალებში. დისკომფორტია ყველაფერს რო თავი დავაყენოთ, დისკომფორტია. აი უმნიშვნელოც კი და არსებობს ელემენტარული ტრეინინგები, ელემენტარულად შეიძლება როგორც ვთქვათ მხედველობითი სისტემა სჭირდება სათვალე, ასევე სჭირდება ვესტიბულურ სისტემას ტრეინინგი, გარკვეული ვარჯიშები, ასე ვთქვათ აღდგენენ ამ სისტემას და გარკვეული ვარჯიშებით შეიძლება ადამიანი აბსოლუტურად უწამლოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თუმცა პატარა ბავშვი, ვისაც აქვს მგზავრობის დაავადება, არ უნდა გაწვალდეს ასე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ურჩიოთ მას, რა გააკეთოს, ან დედას შევასწავლოთ ეს სისტემა, ეს ტრეინინგი, ეს ვარჯიშები, რომ
არ გაწვალდეს ბავშვი, იმიტომ რომ ანუ თუნდაც ერთჯერადი, თქვა გამოვლენა ორჯერადი ჩემშულთან თქვენთან მოსასვლელი რა საკურველი ძალიან ადამიანს ჩვენით არ უნდა ჩავთოთ. არა, რა საკურველი არ უნდა ჩართოთ, იმიტომ რომ ერთჯერ, ორჯერ შეიძლება, მაგრამ თუ ამას აქვს სისტემური ხასიათი და თქვენ ხედავთ რომ ბავშვს უემართება ეს ნებისმიერი ვთქვათ მანქანის მგზავრობის დროს რატომ უნდა გაუფუჭდეს მგზავრობა თქვენ შულს გუნებგანწყობა თქვენ და თქვენ შულს ჯანმრთელობა და მთელი და გაუნტონანა რადგანაც აი ხა თქვენ ბავშვები ახსენეთ საინტერესოა რამდენად ხშირად მომართავენ ხოლმე დაუშვათ იცით რა მე საერთოდ არ ვარ პედიატრი მე არ მაქვს პედიატრის ლიცენზია მაგრამ ზოგჯერ პედიატრები მთხოვენ როდესაც გაურკვეველი თავბრუხვება მე ვერთვები და მაქვს ამისი ასე ვთქვათ ინტერესიც და რა ვიცი ხო გამოცდილებაც ხო საზღვარგარეთ ყველგან ესეა თუ კი სპეციალისტს აქვს თავის თავში დარწმუნება რომ შეუძლია რომ რაღაცა ვთქვათ კონსულტაცია გაუწიოს თუნდაც ბავშვსაც მე ვეხმარები პედიატრებს და დიდი სიამოვნებით თუ კი ვთქვათ რაღაცა სწორ გზაზე ასე ვთქვათ მიუთითებ პაციენტს და ალბათ ყველასთან გასაგებია რომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა და შესაბამისად მაგრამ აი თუ არის რაიმე აი ესეთი საერთო რეცეპტი თუ გაქვთ ისეთი რომ იცით რა ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღი ცხოვრების წესი ნაკლები ალკოჰოლი ნაკლები ну საერთოდ თამბაქო აბსოლუტურად უარყოფთ და ვარჯიშები ბევრი სითხე სწორი კვება ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების თუ არსებობს აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას შემდეგ რაც აი თქვენი პოზიციონერები მდგომარეობის შესრულებით თქვენ თქვით რომ განკურნებული დგება პრაქტიკულად ადამიანი უწამლოდ მაგრამ ალბათ არის შემთხვევები როდესაც ამას ჭირდება მედიკამენტოზური ჩართვა გასაკვირველია ხო ანუ არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა რამდენად ხანგრძლივია ეს მედიკამენტოზური მკურნალობა და ვთქვათ იგივე რაიმე ცხოვრების წესის შეცვლას თუ მოითხოვს მკურნალობის პერიოდში აი ეს თქვენი ჩართულობა და მედიკამენტოზური მკურნალობა იგივე საჭესთან ჯდომის მიმართებაში რასაკვირველია ეხლა მე ვახსენე ეს უხშირესი სინდრომი იმიტომ რომ ეს კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვება არის 25%-ში დაახლოებით 25-30%-ში დანარჩენი სინდრომები რასაკვირველია იმკურნება მედიკამენტოზურად ოღონდ უნდა ვიცოდეთ რა როგორ როდის არის უზარმაზარი სპექტრი მედიკამენტების რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სინდრომების დროს რასაკვირველია ზოგიერთი იწვევს ეს ძილიანობას და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ანამნეზია საჭესთან არის თუ არა ეს პაციენტი მძღოლი არის თუ არა ну მაშინ ურჩევთ თქვათ რამოდენიმე ხნის მანძილზე რომ თავი შეიკავოს რომ ვთქვათ იაროს ფრთხილად რომ გარკვეული ვთქვათ რეჟიმი კონდეს ძილის და ასე ვთქვათ ღვიძლის და ასე რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ესეთი რჩევა დარიგებებს ვაძლევთ პარალელურად ამ მკურნალობასთან. Ну არის ესეთი ვესტიბულური დარღვევები როგორც არის ვესტიბულური ნევრიტი, რომელიც არის ინფექციური გენეზის და ძალიან ხშირად ჰერპეს ვირუსით არის განპირობებული. ესეც უხშირესი ინფექცია განსაკუთრებით ქართველებში, რომელიც არ ვიცავთ ჰიგიენას და იყო დრო, როდესაც საერთოდ ჰიგიენაზე არც იყო საქართველოში ლაპარაკი ხო ჩვენ ის დრო გადავლილი გვაქვს და ძალიან ბევრი ესეთი ჰერპეს ვირუსი არის როგორც თქვათ ელემენტარული ინფექცია ჩვენ მოსახლეობაში. ხო, სამწუხაროდ არის ბევრი ასევე სხვა ინფექციები რომელიც შეიძლება იყოს თანხლებული აი ამ ზუსტად გამოვლინებით და ეს ვესტიბულური ნევრიტი არის პარციალური დამბლა ვესტიბულური ნერვისა, რომელიც იმკურნება სტეროიდული მედიკამენტებით. ესეც ძალიან ისეთი სერიოზული დარღვევაა, ეს ფაქტიურად არის ნეიროინფექცია, რომელიც ძალიან ხშირად ვლინდება. Ну კიდე მინდა ვახსენო ესეთი დარღვევა, როგორც არის მენიერის დაავადება, ესეც ძალიან ხშირი დარღვევაა. მოდით ეს ძალიან ხშირი დარღვევაა და სარეკლამო ჭრის შემდეგ აი ამ დაავადებაზე ჰორიოდის სიტყვა აუცილებლად თქვათ, ხო? კი ბატონო. დაუბრუნდებით რამდენიმე წამში. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივიჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
მაშინ ასე მეგობრებო, რა თქმა უნდა, დაუბრუნდით სტუდიაში და დაუბრუნდით ისევ ჩვენ სტუმარს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახლავთ ნევროლოგ, ნეიროოტოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნანა თევზაძე. საუბრობ ძალიან სერიოზულ თემაზე, რომელიც თითქოს და ერთის მხრივ მართლაც ყველა ჩვენთან განგვიცდია, ის რომ ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი და შემაწუხებელი, თუნდაც ერთჯერადი ეპიზოდიდაც ამის დასკვნა ძალიან მარტივია, საკუთარ თავზე გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ როგორ უნდა ვერ ბრძოლოთ მას, როგორ უნდა შევიქმნათ კომფორტი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმპტომატიკის აღმოფხვრაში, თქვათ იგივე სწორად დასმულ დიაგნოზს თუ სწორად ჩატარებულ მკურნალობას, ამის შესახებ ვისაუბრეთ კიდეც და კვლავაც განვაგრძობთ საუბარს. მე მინდა რომ შევეხოთ ქალბატონო ნანა ორ უმნიშვნელოვანეს დაავადებას, რომელიც თქვენ ახსენეთ პრაქტიკულად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც პროცენტულობად, რომელიც მომართვიანობა, ასე ვთქვათ, სტატისტიკა გაზრდილია, როგორც თქვენ თქვით, ეს არის სმენის ნერვის ნევრინომები, რომელიც აი სწორედ სმენის დაქვეითებით არის თანხლებული და თქვენ თქვით, რომ არაჩვეულებრივი მკურნალობის მეთოდები არის მიგნებული საზღვარგარეთ, რამდენად არის ეს ყველაფერი დღევანდელ ჩვენს რეალობაში, ვთქვათ, ჩვენს რეალობაში არის ეს მეთოდები, მაგრამ სმენა შენარჩუნდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ იცით რა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენთან მოდიან ეს პაციენტები ძალიან დაგვიანებულ სტადიაში. ესე იგი, სმენასთან არის დაკავშირებული პირველადი ჩივილები, მაგრამ ამ სმენის დაქვეითებასთან ერთად პაციენტს აღინიშნება წონასწორობის დარღვევა, პაციენტს აღინიშნება თავბრუხვევა, მაგრამ იცით რა, არ აფიქსირებს, არ აქცევს ამას დიდ ყურადღებას და სმენის დაქვეითება კიდე ძალიან ადვილად ესე ექიმების მიმართ, არაუშავს ეს ყველას აქ, ამის არაფერი არ გვეშველება, ასაკობრივია ამ დროს შიგნით სასმენ არხში იზრდება სიმსივნე, რომელიც არის აბსოლუტურად კეთილთვისებიანი და თუ ეს სიმსივნე ამ სიმსივნეს ჩაუტარდა ნორმალურ სტადიაში, ანუ ოტოლოგიურ სტადიაში, სანამ ის ყურის არხშია, აი მაშინ ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა, მაშინ პაციენტი აბსოლუტურად ჯანსაღი, აბსოლუტურად, ესე იგი, შენახული უბრუნდება თავის ყოველდღიურობას და ჩვენში ხდება ისე, რომ ამ სმენის ნერვის ნევრინომით მოდის უკვე პაციენტი ნეიროქირურგებთან, ნევროლოგებთან, როდესაც არის უკვე მეორადი ნიშნები, როდესაც არის უკვე გაურება ტვინის ღეროს, ასე ვთქვათ, სიმპტომატიკა, ზოგადტვინოვანი სიმპტომატიკა, ღებინება, გულისრევა, წონასწორობის ისეთი მკვეთრი დაქვეითება, ვთქვათ, სხვა ნევროლოგიური სიმპტომატიკა და ამ დროს უკვე საოპერაციოდ ძალიან მძიმეა ნეიროქირურგისთვის და ეს უკვე სასიცოცხლო ჩვენებით კეთდება ეს ოპერაცია. კი, ვთქვათ, რიგ შემთხვევაში პაციენტი ბრუნდება თავის ყოველდღიურობას, მაგრამ რჩება უზარმაზარი დეფექტი სახის ნერვის, ვთქვათ, მხედველობის მხრივ, სმენაზე არც არის აქ ლაპარაკი. მაშინ როდესაც საზღვარგარეთ აი ამ სტადიებში კეთდება, ესე იგი, ნადრევ სტადიაში კეთდება ეს ოპერაციები აბსოლუტურად სმენის შენარჩუნებით. ანუ როგორც აი ვთქვათ, ჩვენთან ძალიან ისეთი მინდა შედარება მოვიყვანო, როგორც ტონზილექტომია, ვთქვათ, ერთ კვირაში 10 დღეში არის თავის ყოველდღიურ რეჟიმში, აი ზუსტად ასევე ხდება აი ამ ოპერაციების ჩატარება საზღვარგარეთ. ამეთანხმება ქალბატონო ნანა, რომ თქვენ არ ხართ პირველი ექიმი, რომელიც აქ ჩვენ სტუმრად ყორია და ზოგადად ალბათ ყოველს ცხოვრებაში ხა არ ვიცი, ისეთ რაღაცას ვიტყვი, რაც ყოველთვის არის ცნობილი. არ ხართ პირველი ექიმი, რომელსაც უთქვას, რომ ჩვენთან პაციენტი მოდის დაგვიანებულად. დიახ, ეს სამწუხაროა, იცით? როგორც ყოველთვის. ხო, რატო? აი რა არის ის პირველი სიმპტომები, ან რამდენჯერადი უნდა იყოს ის დისკომფორტი, რომ განგაში ზარი შემოკრას ადამიანმა და იცით რა, გაუნათლებლობა პირველ რიგში. მე ძალიან მიხარია, რომ ეხლა ეს თქვენი, ვთქვათ, არხის მეშვეობით, ვთქვათ, სხვადასხვა ტელევიზიების მეშვეობით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინ რა როგორ შეკერა, ვინ სად როგორ წავიდა და რა შეჭამა და ვინ ვისთან იცეკვა. იცით, ეს პირველ რიგში რასაკვირველია, ეხლა ეს ძალიან კარგია გართობა, მაგრამ უფრო მეტი, მე ვფიქრობ, ჩემის აზრით, უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს ამ საკითხებს, რომ მოსახლეობა, ვინც არ იცის, უნდა იყოს უფრო მეტად გარკვეული თავის
ჯანმრთელობასთან დაკავშირებითი პრობლემებთან და უფრო მეტი ყურადღება იყოს რასაკვირველია სახელმწიფოსგან აი ამ თვალსაზრისით და სკოლებშიც იცით ჩვენ ბავშვები აბსოლუტურად არ იციან რა როგორ რანაირად ელემენტარულად დაწყებული თავის დაცვით რომ არ შეეყაროს რამე ინფექცია დამთავრებული ვთქვათ ელემენტარულად პირველადი რაღაცა ვთქვათ მეგობარი გახდათ სუდად დედა გახდათ სუდად ბები აი რა გააკეთოს ელემენტარული პირველი ვთქვათ ესეთი დახმარების თვალსაზრისით ეს უნდა იყოს იცით საზღვარგარეთ არის ამის პროგრამები არის მოხალისეები კი ბატონო ჩვენ ყველა დაუდგებით ჩვენ მოსახლეობას ჩვენ გავარკვევთ ჩაუტარებთ ტრეინინგებს აბსოლუტურად ანაზღაურების გარეშე მაგრამ ეს უნდა იყოს ინტერესი იცით ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა ეს უნდა იყოს ბევრი ასე ვთქვათ მიდგომა ამ თვალსაზრისით რომ პაციენტს როდესაც ემართება რაღაცა ვთქვათ კონდეს საშუალება უფასოდ მიმართოს ექიმს ელემენტარულად ხო აქ არის კიდე გაუნათლებლობასთან ერთად სიდუხჭი ხო, როდესაც ვერ მიდის, იმიტომ რომ იცის რომ დაუნიშნავენ, ვთქვათ, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ამას, ნუ გეშინიათ, შეიძლება ერთი ვთქვათ, ნახვით, ერთი კონსულტაციით გადაწყდეს თქვენი პრობლემა. ან ვთქვათ, ავარჩიოთ გზა, როდესაც ვთქვათ, მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს უამრავი ფული თავის მკურნალობაში, მაგრამ არის რაღაცა პროგრამები, რეალური პროგრამებს გულისხმობ და არა ის პროგრამები, როდესაც თვეობით ელოდება ადამიანი ვთქვათ რაღაცით ამ თვეების განმავლობაში იმ პაციენტს დაემართება საშინელებები ვთქვათ იგივე ფსიქოლოგიური პრობლემები სხვა მეტი თუ არაფერი ხო და აქ უკვე ერთი მარტო თავბრუხვევა კი არ ექნება სამკურნალო აქ ექნება ფსიქოზები ნევროზები ნევრასთენიები შიზოფრენიები და ბევრი სხვა უკვე სხვადასხვა კომპეტენციის ექიმები ამიტომ რთულდება ჩვენი მოსახლეობა საერთოდ აი ამ მთელი საშინელი პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემაც აქვს სხვა პრობლემებთან ერთად. ამიტომ არ არის მარტო ვთქვათ აი სხვა ქვეყნების ევროპული მაგალითად ჩვენ სუგზა გვაქვს ევროპისკენ ამერიკისკენ ძალიან კარგია ძალიან მივესალმები მაგრამ ჩვენი რეალობიდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი დღევანდელი დღის სამედიცინო დახმარება ვინაიდან ჩვენ მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ნამდვილად ჩვენ ყველა მზად ვართ რომ ხო ჩვენ ყველა მზად ვართ რომ რაღაცა გავაკეთოთ მაგრამ აი ეს რაღაცა ჩვენ უნდა ერთად დავჯდეთ და გადავწყვიტოთ რომ არ იყოს ამდენი თავბრუხვევა არ იყოს ამდენი თავის ტკივილი თუ არის თავბრუხვევა რეალური დაავადებიდან რატო არის რომ მივაგზავნოთ სწორედ დავაკვალიანოთ და განუყურნოს ანალიზებს რაც ეხება, როდესაც თქვენთან მოდის რასაკვირველია ანალიზებს მე ვადგენ, იმიტომ რომ ხო გითხარით რომ უამრავი დაავადებასთან შეიძლება იყოს ხო ამიტომ ყველაფერს უბრალოდ დუხჭირ პაციენტს კი არა ძალიან დიდარიც რო იყოს ისიც შეიძლება არ იყოს თავისი მთელი ბიუჯეტი ამიტომ რასაკვირველია აქ უნდა იყოს პროფესიონალი ვინც დაუნიშნავს გარკვეულ გამოკვლევებს თუ არის საერთოდ საჭირო თუ არ არის საჭირო ძალიან ხშირად მაგალითად ჩემთან მოდიან ბირთულ მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიით თვითონ გაკეთებული აი ეს არსად არ ხდება მსოფლიოში. არსად არ ხდება. ექიმმა უნდა გაგაგზავნოს. რასაკვირველია და მე შეიძლება გააკეთოს არასწორად, შეიძლება იყოს სხვა რეჟიმში გაკეთებული, შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვა მიზეზით გაკეთებული. არ ჭირდებოდეს და რისთვის კეთდება ეს? გონია რომ წინ წაგებული გონიათ რომ კომპიუტერს რო გაიკეთებს ეს უკვე დიდი პრობლემის გადალახვა ხდება ამ დროს ესე არ არის ამ დროს ამ ყველაფერს ჭირდება პროფესიონალი ნებისმიერ საკითხს დაწყებული ვთქვათ თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით ჟურნალისტიკიდან დამთავრებული ვთქვათ დამლაგებელიც რომ დამლაგებელია ისიც უნდა იყოს პროფესიონალი რომ კარგად გააკეთოს თავისი საქმე და თუ არ შეუძლია მაშინ კითხოს სხვას ან და წავიდეს სხვა დარგში. ასევე ზუსტად სამედიცინო თვალსაზრისით იცით იმ ექიმს ვისაც არ შეუძლია ვთქვათ გაუწიოს ნორმალური დახმარება პაციენტს ვისაც აქვს თავბრუხვევა ხო უნდა ურჩიოს გზა ან და თვითონ უნდა გაიაროს სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია ამ დარგში რომ
ნორმალურად თქვათ, გაუწიოს კონსულტაცია მოსახლეობას. ქავტონანა, იზღა დაგვრჩენია, მადლობა გადაგიხადოთ და დაგვაკვალიანეთ, მე ვფიქრობ, არა მარტო ჩვენი მსმენელები, ჩვენც. ჩვენც დაგვაკვალიანეთ, რომ თურმე არ ყოფილა დაბრუნება ასეთი იოლი და ასეთი მარტივი, ხო? ასე რომ ყველაფერს თავიდანვე ჯობია რომ მივაქციოთ ყურადღება. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, რადგანაც თქვენ ახსენეთ, რომ აი ეს თემა ამოუწურავია და შესაბამისად და ალბათ მე ვფიქრობ სეზონურადაც რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად უამრავი საკითხი იცით მე ახლა ძალიან ისე ზოგადად ვილაპარაკეთ ჩვენ და ესეც ალბათ უნდა იყოს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გაზაფხულზე შევხვდებით ერთმანეთს კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მსმენელს შევახსენო ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ ნევროლოგ ნეიროტოლოგი მედიცინის დოქტორი ქავატონი ნანა თევზაძე ამასობაში 9:47 წუთით შესრულდა ჩვენს ტალღაზეთს საქართველოშიც თბილისშიც მოკლედ ჩვენს დროის სარტყელში და თავისთავად ცხადია ჩვენი საეთერო დროც ნელ-ნელა მიიწურა დილის 9:09-დან ამ დრომდე თქვენთვის მუშაობდით თამნა ბოჭორიშვილი და ეკა ხოსიაშვილი და იგივე დროს უკვე ხვალ ახალი თემით ახალი სტუმრით აუცილებლად დაგიბრუნდებით მომავალ შეხვედრამდე ხვალამდე გემშვიდობებით ბედნიერ ლამაზ სასიამოვნო დღეს გისურვებთ რა თქმა უნდა ყოველგვარი თაბრუხებების გარეშე ნახვამდის დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.